7 არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. ახალ სკანდალში მაუწყებელი, რომელსაც ისედაც არ აკლია პრობლემების სამღვდელოების წარმომადგენლის გამო გაეხვა. სასულიერო პირმა იერუსალიმში ცეცხლის გართმოსვლის კომენტირებისას რატომღაც ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც ისაუბრა და LGBT ადამიანების შეურაცხყოფელი სიტყვებით მოიხსენია. უკონტროლო კომენტარების სატელევიზიო ეთერში მოხვედრის გამო ახლა პასუხი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აქოს. ერთადერთი ადამიანების ერთად ყოფნას და ბილწ ურთიერთობას არც ერთი სხვა ცოდვის და ცოდვების გამო ისე არ დაუჯია ადამიანი უფალს, როგორც ამ ცოდვების გამო დაისაჯნენ ადამიანები გოგირდის, წვიმით, ცეცხლით და წვიმით. სასულიერო პირის სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წინა სააღდგომოდ ცეცხლის გადმოსვლის ტრანსლაციისას სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კომენტარების გამო ისინი პირველ რიგში სასამართლოში უჩივიან. არავით არის ევროკავშირის და არავით არის სხვა რომელიმე ორგანიზაციის პრინციპებით საკუთარი სარწმუნოების და საკუთარი ეროვნული ტრადიციების ნიველირება არ უნდა მოხდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის იურისტის განცხადებით ტრანსლაციის პროცესში გაკეთებული კომენტარებით მაუწყებლის მხრიდან რამდენიმე კანონი დაირღვა. მათ შორის მაშინ, როდესაც სასულიერო პირი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრობდა და LGBT პირების შეურაცხყოფელი ტერმინებით მოიხსენია. ჩვენ ვითხოვთ, რომ თვითმრეგულირების ორგანომ ჯერ დაადგინოს დარღვევა, ხოლო შემდგომ მიიღოს ზომები, რათა სამომავლოდ მოხდეს მსგავსი ინციდენტებისაგან თავის არიდება. მომჩივანთა შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას იურისტი გიორგი გოცირიძის განცხადებით მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა. მისივე თქმით, არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსიც დაარღვია. ქცევის კოდექსი მოითხოვს მაუწყებლებისგან, ყველა მაუწყებლისგან, ეს იქნება ტელევიზია თუ რადიო, რომ თავი შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისაგან, რომელიც შეურაცხყოფელია ცალკეული ეთნიკური, რელიგიური ან სხვა ჯგუფებისთვის, მათ შორის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ სასულიერო პირს ქადაგებისა და მრევლისთვის მითითებისა და რჩევის მიცემის უფლება მხოლოდ ეკლესიაში აქვს. მიუღებელია ტელევიზიით ისეთი განცხადებების გაკეთებაც, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეურაცხყოფს. ეკლესიის მესვეურს შეიძლება კონდეს გარკვეული პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ამას თუ იმ კანონმდებლობას კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პოზიცია ისეთნაირად უნდა გამოხატოს, რომ არავის არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა. როგორც ხდება ეს დასავლეთის ქვეყნებში, იქ თქვა შეიძლება ეკლესია ცდილობს ლობირება გაუწიოს რომელიღაც კანონს ან რომელიმე კანონის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ისე აკეთებს, რომ არავინ არ რჩება ეს შეურაცხყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ საჩელს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ისინი მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითხოვენ.